მაშ ასე რეკლამა დასრულებულია, ბრუნდებით პირდაპირ ეთერში და წარმოგიდგენთ ჩვენს კიდევ ერთ სტუმარს, მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის წარმომადგენელი ლევან ლორთქიფანიძე შემოგვერთა. გამარჯობა ლევან და მადლობა რომ გვესწრებთ. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. ლევან, არაერთი საკითხია შეფასების საგანი და შევეცდები რომ რამდენიმე მათგანზე მაინც მოვასწროთ საუბარი, თუმცა მინდა დავიწყოთ სახალხო დამცველის ანგარიშით, რომელიც 2025 წელს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით არსებულ მდგომარეობას ეხება. საუბარია ბავშვებზე, ქალებზე, მოხუცებზე, პატიმრებზე, პროტესტის ფარგლებში დაკავებულ ადამიანებზე, მათ მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე, იმაზე რომ აქციის არც ერთი მონაწილის დაზიანების მაღალი ხარისხის მიუხედავად ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლიდან არავინ დაასჯილა, რომ შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებული სამართალდარღვევებისთვის სახდელები არაპროპორციულია და ასე შემდეგ 400 გვერდიანია საბოლოო ჯამში ომბუდსმენის ანგარიში, რომელიც პარლამენტში უკვე შევიდა. თუ გაეცანით მომზადებულ ანგარიშს და რამდენად სწორად აფასებს ლევან იოსელიანი ქვეყანაში ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილ ვითარებასა და არსებულ პრობლემებს, იმიტომ რომ ომბუდსმენის მიმართ ბოლო წელიწადნახევარია საკმაოდ კრიტიკა ისმის. რა თქმა უნდა 400 გვერდი არ წამიკითხავს, მაგრამ მიმოხილვა, რომელიც გამოქვეყნდა სხვადასხვა ექსპერტების მიერ და ასევე ციტატები და ასე შემდეგ, წავიკითხე ამ ანგარიშის შესახებ და აი აქ ჩვენ ხედავთ, რომ როგორი ლოიალურიც არ უნდა იყოს სახალხო დამცველი ხელისუფლების მიმართ და როგორი საკუთარი ანგარიშებიც არ უნდა კონდეს ხელისუფლებასთან და მასზე დამოკიდებულიც არ უნდა იყოს, სახალხო დამცველი რჩება მაინც საქართველოში ინსტიტუტად. ეს რას ნიშნავს, რომ მას აქვს თავისი წესები, თავისი რეგულაციები და მიუხედავად იმისა, თუ ვინ დგას ამ ინსტიტუტის სათავეში, იქ მუშაობენ ადამიანები, რომლებიც მართლა ზედმიწევნით იკვლევენ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას ადამიანის უფლებებისა და ამ შესწავლის საფუძველზე გამოაქვთ ხოლმე ობიექტური დასკვნები. აი ამას ვხედავთ დღეს ჩვენ. იქ ასახული არის ყველა ის კრიტიკული საკითხი, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს, დაწყებული ბავშვებიდან და დამთავრებული, რა თქმა უნდა, პოლიტიკური საკითხებით. შეუძლებელია როგორი პროსახელისუფლებას არ უნდა იყო, რომ დღეს ქვეყანაში ვერ შეამჩნია ის ორმაგი სტანდარტი, რომელიც ვრცელდება თქვათ პოლიტიკურ პროტესტზე. თქვათ ხელისუფლების წარმომადგენლებს ყველგან სადაც უნდათ, როგორც უნდათ, ისე შეუძლიათ შეკრება და აი გუშინ მაგალითად მოძრაობა საზოგადოებრივ მაუწყებელი ხალხს ცდილობდა, რომ ჩაეტარებინა მცირე მსვლელობა საზოგადოებრივ მაუწყებლიდან რუსთავი 2-მდე და რაღაც ეს პროპაგანდისტული პოლიტიკა გაეპროტესტებინა. ორჯერ მიმართეს პოლიციას, ორჯერ მოითხოვეს მიტინგის ჩატარების უფლება მინისტროს. დიახ, ორჯერვე უარი მიიღეს. გაუგებარი მიზეზით ვერავინ ვერ ახსნა, რატომ იქ არც ახლა დიდი მაგისტრალები ფერხდებოდა და რაღაცა საზოგადოებრივ ცხოვრებას ეს ხელს არ შეუშლიდა და ბოლოს 10 წუთიანი სახალხო მოამბის ჩვენება ითხოვეს საზოგადოებრივ მაუწყებლის შენობასთან. ეკრანი უნდა გაშლილიყო და მიეშუქებინათ 10 წუთიანი სიუჟეტი და ამაზეც პანიკაში ჩავარდა თქვათ პოლიცია და ხელი შეუშალა ხალხს. აი წინა კვირას თქვათ მაღაროელები ჩამოვიდნენ ჭიათურიდან, პროკურატურასთან მიტინგის გამართვა უნდათ, იქაც პოლიცია გამოჩნდა და მაღაროელებს უთხრა, რომ კი შორიგზიდან ჩამოხვედით, მაგრამ გადადით 500 მეტრით მოშორებით პროკურატურიდან და სადღაც მშენებლობის პოლიგონზე ჩაატარეთ ეს მიტინგი. ასე რომ დიახ, საქართველოში ადამიანის უფლებები იზღუდება და განსაკუთრებით იზღუდება შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. ყველა ნაბიჯზე ხელისუფლება დასდევს ადამიანებს, რომ მათ თავიანთი აზრი არ გამოხატონ საჯაროდ. ჩვენ საუბარს ისევ განვაგრძობთ იქამდე ისევ სახალხო დამცველის ანგარიშთან მიმართებაში კიდევ ერთი კითხვა, ბევრი მიმართულებით აქვს მართლაც ომბუდსმენს ადამიანის უფლებების კუთხით არსებული სურათი გაშლილი. ერთ-ერთი მთავარი აქცენტი კი დათმობილი აქვს ბავშვებს და მათ მდგომარეობას და მინდა სწორედ ბავშვებთან მიმართებაში კითხოთ რიცხვებზე, რომელზეც ომბუდსმენი საუბრობს. ერთი რიცხვის მიხედვით 2025 წლის მონაცემებით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ირიცხება 399,947 ბავშვი, რომელთაგანაც სხვათა შორის 23,322 პირველად დარეგისტრირდა, ხოლო
კიდევ ერთი რიცხვის მიხედვით სწავლის მიტოვების მაჩვენებელი 2025 წელსაც არის ძალიან მაღალი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი ისევ ბავშვიანი ოჯახების საზღვარგარეთ გამგზავრებას უკავშირდება. გასულ წელს მოსწავლის სტატუსი 7248 ბავშვს შეუჩერდა, 1366 კი შეუწყდა. რა პრობლემებს აჩვენებს ის ორი რიცხვი, რომელიც სახალხო დამცველის ანგარიში მოხვდა უშუალოდ ბავშვებთან მიმართებაში? საერთოდ შეიძლება ნორმალური და კეთილდღეობის სახელმწიფო ვერ ააშენო, ქვეყანა ვერ გააერთიანო, დიდ ეკონომიკურ წინსვლას ვერ მიაღწიო, მაგრამ როგორი ხელისუფლებაც არ უნდა ყავდეს, ალბათ თავარი ამოცანა უნდა იყოს, რომ ბავშვებმა მაინც ნორმალურად იგრძნონ ამ საზოგადოებაში თავი და ბავშვები მაინც უზრუნველყოფილი იყვნენ ელემენტარული. ყველაზე ღარიბი ქვეყნებიც კი მთელ მსოფლიოში სპეციალურ კვებით პოლიტიკას ატარებენ და პურს და პირველადი მოხმარების პროდუქტებს ურევენ ხოლმე დამატებით მინერალებს, რომ ბავშვები შიმშილის წინაშე არ იყვნენ. შიმშილი არ ნიშნავს იმას, რომ არ ჭამ არაფერს. დღეს თანამედროვე ეპოქაში შიმშილი ნიშნავს, რომ შენი განვითარებისთვის საჭირო ნივთიერებებს ვერ იღებ, ხო? და ესეთი პროგრამები არსებობს, რომ ბავშვები დაიცვან, თქვათ, აი ამ ნივთიერებებისგან, შიმშილისგან, ხო? არსებობს თქვათ პროგრამები, რომლებიც რაც არ უნდა ღარიბი იყოს საზოგადოება, სკოლიდან ბავშვის წასვლას, თქვათ, ეწინააღმდეგება და ცდილობს, რომ ელემენტარული საბაზისო განათლება ყველას მიცეს და ასე შემდეგ. და ნუ ჩვენ ვცხოვრობ სახელმწიფოში, რომელიც ბავშვის მიმართ არის გულგრილი, ბავშვი არ აინტერესებს, მის ბედზე არ ფიქრობს და როცა იწყებ ბავშვის უფლებებზე, მის კვებაზე საუბარს, ნუ აბარალებენ ეგრევე პოპულიზმს და აბა სად არის შიმშილი გეუბნებიან და კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ მარტო შიმშილი არ არის დღეს პრობლემა ბავშვებისთვის, განათლება პრობლემა, შრომა, ბავშვის შრომა, როგორ იყენებენ, თქვათ, ბავშვები, რომლებიც უნდა ისხდნენ სკოლებში და სწავლობდნენ, ხან ბაზარში არიან, ხან სხვა სივრცეში არიან და ხან ვიღაცის იძულებით ასრულებენ დავალებებს. ასე რომ დღეს სამწუხაროდ საქართველოს გავს აი ჩარლზ დიკენსმა ოლივერ ტვისტში რო აღწერა ბანდები ბავშვების ქუჩაში, რომელთაც პატრონი არ აყავთ და ვიღაცები ბოროტად იყენებენ მათ შრომას და მათ ენერგიას, აი ისეთ ვითარებაში. სხვა შორის ამას წინათ, როცა შალვა პაპუაშვილი პარლამენტის თავმჯდომარე წლიური მოხსენებით გამოდიოდა პარლამენტში, დაახლოებით 10 დღეს ორი კვირის ამბავია, გახარიას პარტიის წევრმა დეპუტატმა დაუსვა შალვა პაპუაშვილს ასეთი კითხვა, ერთი კანონი მაინც დაგვისახელეთ, რომელიც მოქალაქის კეთილდღეობაზე აისახაო, არადა აი ეს შექმნილი მძიმე სოციალური ფონი იმ ფონზე, როდესაც მხოლოდ ამ მოწვევის პარლამენტს მიუხედავად იმისა, ვინ აღიარებს და ვინ არ ამის ლეგიტიმურობას, ათობით ახალი კანონი მაინც აქვს მიღებული. აი რა პასუხი გაქვთ კითხვაზე, რა არის მიზეზები იმის, რომ არც ერთი ახალი კანონი და კანონები, რომლებზეც მუშაობს საკანონმდებლო ორგანო, არ აისახება არც პირდაპირ და არც ირიბად რიგითი მოქალაქის მდგომარეობასა და ჯიბეს. ქართულ ოცნებას ესმის მხოლოდ ძალის ენა. თუ აი ეს ჯგუფები, თქვათ, ბავშვთა უფლებების დამცველები, დაირაზმებიან, გამოახატავენ თავის მოსაზრებას, გამოვლენ ქუჩაში და აჩვენებენ შალვა პაპუაშვილს, რომ ისინი პოლიტიკურ ფაქტორს წარმოადგენენ, მერე შეიძლება დაიწყოს ამ ხელისუფლებამ ფიქრი იმაზე, რომ რაღაც შეცვალოს კანონში, რაღაც საკითხი განიხილოს, რაღაც დათმობაზე წავიდეს. მაგრამ თუ ის ხედავს, რომ სოციალური ჯგუფები არიან დაშლილები, დაქსაქსულები, ვერ ახერხებენ ორგანიზებას, მას თავისი მხრიდან სულ არ ანაღულებს რა დღეში იქნებიან სხვადასხვა სოციალური ჯგუფები. მაგალითად, გუშინ განიხილებოდა საქართველოს პარლამენტში მინიმალური ხელფასის კანონი. და ჩვენ სოციალ-დემოკრატები საქართველოშიც და მთელ მსოფლიოშიც ვითხოვთ, რომ დადგინდეს მინიმალური ხელფასი. მაგალითად, გერმანიაში საათში 14 და 15 ევროს იღებს ადამიანი, რა ტიპის შრომასაც არ უნდა ასრულებდეს მინიმალურად და საქართველოში დღეს მინიმალური ხელფასი არის 20 ლარი. როგორც კი ამაზე საუბარი დაიწყეს იქ ოპოზიციონერებმა, რა თქმა უნდა, სასაცილოდ არ ეყოთ აი ნახევრად მილიონერებს ამ თემის განხილვა. 500 ლარამდე ითხოვდნენ თუ არ ვცდები მინიმალური ხელფასის გაზრდას და ნუ აიგდეს მასხრათ ეს თემა, მხარი არ დაუჭირეს და გადადეს გვერდით, იმიტომ რომ არავინ სამწუხაროდ საქართველოში შრომის პოლიტიკის მიმართულებით ჯერჯერობით ორგანიზებას ვერ ახერხებს. და აი როცა ორგანიზებულები იქნებიან, მერე შეიძლება თვითონ შექმნან მინიმალური ხელფასის კანონები და თვითონ დაიხიონ უკან და თვითონ წავიდნენ კომპრომისზე.
კეთილი ჩვენ ადამიანის უფლებების კუთხით ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე დავიწყეთ საუბარი და ისევ ამ თემას მინდა დაუბრუნდეთ, იმიტომ რომ ქართულ ოცნებას გუშინ იცით რომ კიდევ ერთმა ევროპულმა ინსტიტუტმა მოუწოდა გაუქმოს მის მიერ ბოლო პერიოდში მიღებული კანონები, რომელიც აღკვეთს ადამიანის უფლებებს, აი ევროპის საბჭოს კონგრესმა იმსჯელა მაყურებლებს კიდევ ერთხელ რომ გავახსენოთ გუშინ ჩვენს ქვეყანაში ამ თვალსაზრისით შექმნილ ვითარებაზე და ახლა ცოტა დრო ამ თემაზეც ბოლო დროს მიღებული და რეპრესიულად შეფასებული კანონების გაუქმების გარდა კი კონგრესის მოწოდებაა, რომ ოცნებამ თავი აარიდოს ესეთი ქმედებების განხორციელებას, რომელიც კიდევ უფრო შეაფერხებს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია საშუალებების მუშაობას, ან შეარყევს ადგილობრივი დემოკრატიის საფუძვლეს, ასევე კონგრესი გასცემს დაკავებული მომიტინგეების მიმართ ძალადობის ცნობების საფუძვლიანად გამოძიების და დაპატიმრებული ჟურნალისტების და პოლიტიკური ლიდერების გათავისუფლების რეკომენდაციას. ანგარიშს მხარი დაუჭირა კონგრესის 97-მა დეპუტატმა, 12 წავიდა წინააღმდეგი, ხოლო 8 თავი შეიკავა. ახლა გითხარით, რას ეჩვენებს უკვე კონგრესში ჩატარებული კენჭისყრის შედეგები და რა შეიძლება შეიცვალოს თუ კი ქართული ოცნება ამ რეკომენდაციებსაც, ისე როგორც ეს ყოფილა სხვა საერთაშორისო ანგარიშებთან მიმართებაში, თაროზე შეკვეთებს. იცით რა არის? აი ეს გადაწყვეტილება აჩვენებს იმას, რომ ევროპა ერთიანია დემოკრატიის საკითხთან დაკავშირებით. რასაც ამბობს ევროპარლამენტი, იგივე ღირებულებებზე დგას თქვათ ევროკომისია და უკვე ევროსაბჭო და ევროსაბჭოს ეს თვითმმართველობის კონგრესი და ასე შემდეგ. ანუ სადაც არ უნდა წავიდეს ქართული ოცნება, ვისთანაც არ უნდა მივიდეს ევროპაში თუ ის ორბანი არ არის. ყველა ეტყვის, რომ ეს კანონი გრანტის შესახებ, პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ, გამოხატვის თავისუფლების შესახებ, ეს კანონები არის რეპრესიული, დრაკონული და არ შეესაბამება ევროპულ ასე ვთქვათ ღირებულებებს და არ შეიძლება რომ ესეთი კანონების პირობებში დემოკრატია შენარჩუნდეს ჩვენს ქვეყანაში. მაგრამ სამწუხაროდ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ქართულ ოცნებას ეს უკვე აღარ აინტერესებს, ევროპის პოზიცია არ აინტერესებს, ის ევროპისგან იზოლირებულია და უსმენს მხოლოდ ავტორიტარულ რეჟიმებს და მათ პოზიციებს. მაგრამ ქართული ოცნების ეს იგნორი ევროპის დამოკიდებულებისა აზარალებს საქართველოს, იმიტომ რომ საქართველო კიდევ უფრო მეტ იზოლაციაში ექცევა არა მხოლოდ ხელისუფლების თვალსაზრისით და პოლიტიკის თვალსაზრისით, არამედ ამას ექნება ეკონომიკური გამოხატულებაც და თქვენ იცით, რომ უკვე ევროპის ტყის წესრიგში დგას სავიზო რეჟიმის შეჩერების საკითხი და ასე შემდეგ. ანუ ქართული ოცნების ამ სიჯიუტით და სიყრუით ევროპის პოზიციების მიმართ ზარალდება არა ხელისუფლება მხოლოდ, არამედ შეიძლება დაზარალდეს საქართველოს მთელი მოსახლეობა და ამიტომ ყურადღებით უნდა მივადევნოთ თვალყური ესეთ ამბებს. კეთილი და ბოლოს კიდევ ერთი აუცილებლად მინდა შევეხოთ ამ კვირის კიდევ ერთ აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხს, რასაც ქვია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს ზარი ირაკლი კობახიძესთან და ამ ზარზე ირანის ელჩის რეაქცია, ისე როგორც ასევე საინტერესოა და შეფასების საგანია ისიც, რომ თავად ირანის ელჩის განცხადებაზე არაფერი აქვს სათქმელი ქართულ ოცნებას და იმოდით სწორედ ბოლოდან დავიწყოთ. რას ნიშნავს, რას შეიძლება ნიშნავდეს, როგორ უნდა გავიგოთ მართველი პარტიის დუმილი ირანელი დიპლომატის განცხადებაზე, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ დღევანდელი ხელისუფლების საკუთარ ყისიერ განცხადებებს, როცა კრიტიკა მოდის ვთქვათ ბრიუსელიდან, ამერიკიდან იქნება ეს ჰელსინკის კომისია თუ ცალკეული სენატორი, ვხედავთ საპასუხო კრიტიკას და თავდასხმას იგივე დიდი ბრიტანეთიდან, უკრაინიდანაც თუ კი იქაც კეთდება რაიმე განცხადება ქართულ ოცნებასთან მიმართებაში, მაგრამ ხო აი კიდევ ერთხელ ქართული ოცნება ირანის ელჩის განცხადებაზე არაფერს ამბობს. ეს სიჩუმე რას ნიშნავს და როგორ უნდა შეფასდეს? გაგიკვირდებათ და ქართველთა ეს თვისება ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში შესანიშნავად აღწერა ილია ჭავჭავაძემ ლექსში ბედნიერი ერი. ხო, ღირსება რას ნიშნავს, როცა გაქვს ერთი სტანდარტი მოქმედების, ერთი ღირებულებები მოქმედების, ვისთანაც არ უნდა მიდიოდე, ხო? შეიძლება იქ ვიღაცასთან კომპრომისს ეწახვიდე, ვიღაცასთან არ წახვიდე, მაგრამ აი ეს სტანდარტი მორალური უნდა გქონდეს ერთიანი. მაგრამ აი ბედნიერ ერში ილია ჭავჭავაძე რას წერს, რომ ძლიერთან ასე ვთქვათ შეშინებულია, სუს აქეთ ჩაგრავს, მუდმივად იცვლის თავის პოზიციებს, თავის დახრა ადამიანს ქართველს, მაშინდელ ქართველს ადვილად შეუძლია და ასე შემდეგ. აი ქართული ოცნება არის აი ამ ბედნიერი ერის ძალიან ნიშანდობლივი და ზუსტი წარმომადგენელი. გერმანიის ელჩს ათრევენ,
დეპუტატების დონეზე და ის რო არის, რა ქვია, გვარი დამავიწყდა კლოუნის როლს რო ასრულებს პარლამენტში კავკასიის კომიტეტის თავმჯდომარე, ხო? ის დასცინებს ხოლმე, აშაყირებს, გერმანულად მიმართავს ხოლმე თავისი ზარქუა ესე მიმართავს ხოლმე, მაგრამ ირანის ელჩთან ისინი არიან გასუსულები, შეშინებულები და ბატონი ხუდუშაური გამოვიდა მგონი და თქვა, რომ ჩვენ ხო ყავსო საგარეო საქმეთა მინისტრიო. გერმანიის ელჩთან არ ყავთ საგარეო საქმეთა მინისტრი, რომ დაელაპარაკოს მას და განცხადება გააკეთოს მის ასე ვთქვათ პოზიციაზე. ხო, აი ეს ორმაგი სტანდარტია, მეგობარს გადაუარე და მტერს ის. და თუ კი ამბობთ, რომ რეაქცია უნდა ქონოდა. მინიმალური რეაქცია შეიძლება ყოფილიყო ირანის ელჩის დაბარება და ახსნა განმარტების მოთხოვნა, რომ რატო გააკეთა ეს განცხადება და ეს მუქარა რატო გააჟღერა საჯაროდ. თან იცით რა არის? ვერ უნდა გაგიბედოს ეგ ელჩმა. თუ შენ გაქვს ღირსეული სახელმწიფო პოზიცია, ქვეყანაში მოქმედი შიგნით მცხოვრები ელჩი ამ ენით არ უნდა გელაპარაკებოდეს, არ უნდა გაშინებდეს. შეიძლება ეგეთი რაღაცა გითხრას დახურულკანს მიღმა და გაგაფრთხილოს, იმიტომ რომ ეს თავის სახელმწიფოს პოზიცია, მაგრამ საჯაროდ და Facebook-ზე ამას არ უნდა აცხადებდეს. ირანის ელჩის ის პოსტი, რომელიც მან Facebook-ზე გამოქვეყნა, დღეისთვის აღარ იძებნება და საბოლოოდ არის წაშლილის, რამდენად შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ ირანს მისი, ასე ვთქვათ, განცხადება უკან მიაქვს. უკან არ მიაქვს ალბათ ეს მუქარა ირანის მხრიდან ლოგიკურია და არსებობს და თავის მოკავშირე სახელმწიფოებს თავს დაესხნენ და მე ირანის პრეზიდენტმა ბოდიში მოიხადა ამისთვის და ირანისგან ყველაფერია მოსალოდნელი. მაგრამ უკან რო წაიღო ეს კარგია და ეს ალბათ არის დამსახურება იმ რეაქციისა, რომელიც არსებობდა საქართველოში და ქართულ საზოგადოებაში, იმიტომ რომ ირანელი დიპლომატები ხშირად აქცევენ ხოლმე ყურადღებას იმ საზოგადოებრივ განწყობებს, რაც ქვეყანაში არსებობს. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ესეთი რამ ელჩებმა ვერ უნდა გაგვიბედონ და მით უმეტეს სამარცხვინო არის ირანის ელჩის ეს განცხადება, როცა ქართული ოცნება მათ ემლიქვნელება და ყველაფერს აკეთებს, რომ მათ ასი ამოვნოს, ხან ანძას აანთებენ ირანის ფერებში, ხან იმაზე, რა ქვია, შახ-აბასის დაბადების დღეზე დადიან და ასე შემდეგ, მაგრამ მიუხედავად ამ კომპრომისისა და თავისდახრისა, ესე იქცევიან ხოლმე და ერთ ცნობილ ფილმში არის ეპიზოდი, რომ აი ზესუნზირა შეიძლება თავი დახაროს, მაგრამ ძალიან ქვემოთ თუ დახრის თავს, ის ხმება და ნადგურდება და აი ქართული ოცნება გავს ესეთ ზესუნზირას, რომელმაც ძალიან დაბლა დახარა თავი და ეხა უკვე მას დაცინიან, არაფრად არ აგდებენ და ემუქრებიან ბომბებით და დრონებით ელჩები ქვეყნის შიგნით. მადლობა ლევან სტუმრობისთვის, დღეს დაგემშვიდობებით. ლევან ლორთქიფანიძე პასუხობდა ჩვენს კითხვებს, დღეს ნიუსრუმი ამით დასრულებულია, თუმცა დღეს ხუთშაბათია, რაც იმას ნიშნავს, რომ საღამოს თავისუფალ სტუდიაში კიდევ ერთხელ შევხვდებით ერთმანეთს, ასე რომ მხოლოდ დროებით დაგემშვიდობებით.